ის სახალხოების ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. როგორც სამშობლოში, ისე ის ფარგლებს გარეთ. მან ჯერ კიდევ მცირე ასაკში მიაღწია საერთაშორისო წარმატებას და თავი კლასიკური მუსიკის მსოფლიო ასპარეზი დაიმკვიდრა. ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, რომელთა შორისაა ლეგენდარული მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, ფოირიხის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, არნო ბაბაჯანიანის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი. 2022 წლის დასაწყისში სანდრო გეგეჭკორი გახდა მუსიკის საერთაშორისო კონკურსების ორგანიზაციის არტისტი. ის მუდმივად მართავს კონცერტებს მსოფლიოს ცნობილ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას ხშირად აქვს კოლაბორაცია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრებთან. ის არის პირველი ქართველი ახალგაზრდა პიანისტი, რომლის პატივსაცემათად სერგეი რახვანინოვის სახლ-მუზეუმმა დაარსა ფესტივალი სანდრო გეგეჭკორის სტუმრად რახვანინოვთან, რომელიც წარმატებით ჩატარდა 2018-2019 წლებში. 2023 წელს სანდრომ დაიწყო მუშაობა მის პირველ კომპაქტ დისკზე, რომელიც ჩაიწერა პრესტიჟული კომპანიის Solfa Recordings მიერ კატალონიაში. დისკმა მოიცვა 4 ეპოქის კომპოზიტორი. სანდრო გეგეჭკორის პირველი სოლო დისკის სახელად Ad Infinitum 2023 წლის 4 ივლისს გამოვიდა და მთელი მსოფლიოს მუსიკალური პლატფორმა მოიცვა. 2024 წლის დასაწყისში სანდრომ სოლო კონცერტი გამართა ევროპისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული ერთობლივ ფესტივალზე ევროპალიაზე, რომელმაც საქართველოს მისცა შესაძლებლობა მისი კულტურის კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის და ხაზი გაუსვა მის ღრმა ურთიერთობას ევროპასთან. 2025 წელს სანდრომ დაამთავრა მსოფლიოში სახელგანთქმული ჯულიარდის სკოლა და ოფიციალურად გახდა ამ სკოლის მაგისტრი. დიახ, ეს გახლავთ. მოგესალმებთ ყველას, ძალიან გვიხარია, რომ დღეს საქართველოს ბანკი ჩვენ აქ ვართ თქვენს გვერდით. მიულოცავს სანდროს განსაკუთრებით და ყველა იმ მონაწილეს, რომელიც დღეს ხართ წარმოდგენილები. მინდა გისურვოთ უამრავი წარმატება და ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, რომ ვიყოთ ჩვენი დიასპორის გვერდით, რომლებიც აძლიერებთ საქართველოს შორიდან. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა, თქვენ სანამ სანდრო იტყვის რამდენიმე სიტყვას, მე მინდა გითხრათ მისი დამოკიდებულება, იმიტომ რომ სანდრო მოგესწრებათ, რომ ძალიან დაკავებული მუსიკოსია, სულ რამდენიმე დღეში აქვს სოლო კონცერტი და პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი და კონკურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღე და ღამე მეცადინეობს და აქ ბევრი მუსიკოსი ბრძანდება და ხვდებით თქვენ ამ დროს რას ნიშნავს ადამიანი მოწყდეს საქმეს და მივხვდებით ჩვენთან არის და სანდრო მადლობა ამისთვის და გისმით. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ყველას. დამსწრე საზოგადოებას თქვენ დიასპორის სახლს და კერძოდ ქალბატონ ნინა ასანიძეს, რომ არსებობს ესეთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც აძლევს საშუალებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ გაიცნონ ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რომ ქვეყანას სახელი გაუთქვან საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მე რა თქმა უნდა შენ აღნიშნე, რომ მეცადინეობს ბევრს, მაგრამ ამისთვის ნამდვილად ღირს დროის გამოყოფა მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ბევრი წარმატება უსურვო ამ პროექტსაც და ყველა დამსწრე ყველა ნომინანტს და თქვენ ყველა ქართველს. ეხლა მე გაგანდობთ ვინც არ იცის რას ნიშნავს ინსტრუმენტი პიანისტისთვის სანდროს სამდღიან მოგზაურობას. აი რო გავდივართ მოგზაურობაში ვიღაცა ხო უყურებს რომ აუ რა კაი ფეხსაცმელია ეხა ეს მაგინე ხო ვიღაცა რა გემრიელი ნაყინია ვიღაცა სანდროს სადაც გავდა ინსტრუმენტი აუ ეხა აქ დამაკვრევინა
ავიხანე და აკომჩაშო. აი დადიოდა და ეძებდა 3 დღე. ეხლა მომეცადინა ესე. რადგან შენ ბევრი მიზეზის გამო ამის საშუალება არ მოგეცა, აი უცებ ხარას თავში მოგდის. რა ნოტიც და რა ფრაზაც არის ეს დაჯილდოება, მიდი უცებ ერთი წამით ქენი. მიდი. აი რა ფრაზაც არის, მიდი. ფრაზა დაგეკარე ერთი უცებ რაც მოგდის თავში ამ მომენტში რა დაჯილდოება, რა ფრაზა რა დაჯილდოება. მიდი. უცებ რაც მოგივა. Thank you.